წარმოიდგინეთ, რომ მართავთ მანქანას და ხედავთ სიჩქარის შეზღუდვის ნიშანს, თქვათ 50 კმ/სთ. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს რიცხვი? ეს უბრალოდ კანონით დაშვებული მაქსიმუმია თუ რეალურად უსაფრთხო სიჩქარეა მოცემული მომენტისთვის. დღეს ჩვენ სწორედ ამ საკითხს ჩაუღრმავდებით თქვენ მიერ მოწოდებული მასალების დახმარებით. ეს არის ამონარიდები მძღოლთა კვალიფიკაციის ამაღლების სახელმძღვანელოებიდან. ჩვენი მიზანია გავცდეთ საგზაო მოძრაობის წესების უბრალო დაზეპირებას და შევისწავლოთ, მოდი ესე ვთქვათ, უსაფრთხო სიჩქარის შერჩევის ნამდვილი ხელოვნება. დიახ, და ეს მართლაც ხელოვნებაა, იმიტომ რომ უსაფრთხო სიჩქარე არასდროს არის რაღაც სტატიკური რიცხვი. ეს არის დინამიური გადაწყვეტილება, რომელსაც მძღოლი წამი წამზე იღებს უამრავი ცვლადი ფაქტორის გათვალისწინებით. ამ უნარის საფუძველი კი იმ ფიზიკური პრინციპების გააზრებაა, რომლებიც ავტომობილის მოძრაობას და რაც მთავარია, მის გაჩერებას განაპირობებს. მართალია, ჩვენ ხო სულ აჩქარებაზე და მოძრაობაზე ვფიქრობთ, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ყველაფერი დამოკიდებულია გაჩერების უნარზე. მოდით დავიწყოთ და დეტალურად გავარკვიოთ, რა ხდება იმ მომენტიდან, როცა საფრთხეს ამჩნევთ ავტომობილის სრულ გაჩერებამდე. კარგი, მოდით ჩავშვალოთ ეს საკითხი. როცა ვამბობთ სამუხრუჭე მანძილი, თითქოს ყველაფერი მარტივია, დააჭირე მუხრუც და გაჩერდი. მაგრამ თქვენ მიერ მოწოდებული მასალები ამ პროცესს ყოფს ორ ძალიან განსხვავებულ და ესე იგი თანმიმდევრულ ეტაპად. ზუსტად, და პირველი ეტაპი ხშირად ისაა, რასაც სათანადოდ არ ვაფასებთ. ეს არის რეაქციის მანძილი. ეს ჯერ არ არის დამუხრუჭება. ეს არის მანძილი, რომელსაც თქვენი ავტომობილი გადის იმ დროში, სანამ თქვენი ტვინი აღიქმავს საფრთხეს, გაანალიზებს, მიიღებს გადაწყვეტილებას და ფეხს გადაიტანს სამუხრუჭე პედალზე. ამ დროს მანქანა ისევ იმავე სიჩქარით მიდის. და აი აქ ხდება ყველაფერი ძალიან საინტერესო. მე სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ რეაქცია თითქმის მყისიერია, მაგრამ წყაროების მიხედვით სრულიად ფხიზელი, კონცენტრირებული და გამოცდილი მძღოლისთვისაც კი რეაქციის მინიმალური დრო არის 1 წამი. 1 წამი, კი. მაგრამ რეალურ პირობებში, როცა შეიძლება დაღლილი ხარ ან ყურადღება გაგეფანტა, საფრთხის აღქმიდან სამუხრუჭე სისტემის ამოქმედებამდე შეიძლება თითქმის 2 წამი გავიდეს. 2 წამი შეიძლება ცოტა დროდ ჟღერდეს, მაგრამ ფიზიკისთვის ეს მარადისობაა. მოდით ეს მეტრებში გადავიყვანოთ. 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა ყოველ წამში გადის დაახლოებით 17 მეტრს. 17 მეტრის წამში. კი, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ რეაქციისთვის საჭირო 1-2 წამში თქვენ უკვე გაიარეთ 17-დან 34 მეტრამდე, სანამ თქვენი ფეხი მუხრუჭს რეალურად დააჭერს. მოიცადეთ, 34 მეტრი, ეს ხომ თითქმის 3 დიდი ავტობუსის სიგრძეა. ზუსტად. ანუ შენ ხედავ საფრთხეს, მაგრამ სანამ შენი სხეული რეაგირებას მოასწრებს, უკვე 3 ავტობუსის მანძილი გაქვს გავლილი. ეს შოკის მომგვრეულია. დიახ, და ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. მეორე კომპონენტია სამუხრუჭე მანძილი. ეს უკვე ის მანძილია, რომელსაც ავტომობილი გადის სამუხრუჭე პედლის დაჭერის მომენტიდან სრულ გაჩერებამდე. სწორედ აქ ერთვება ფიზიკა, საბურავების მოჭიდება, გზის საფარი, ავტომობილის წონა. გასაგებია. ანუ პრობლემა ორმაგია, ჯერ ერთი ტვინს სჭირდება დრო, რომ საფრთხე საერთოდ გაიაზროს, კი. და მეორე ფიზიკა სჭირდება დრო, რომ მანქანა გააჩეროს. და ჩვენ ხშირად მხოლოდ მეორე ნაწილზე ვფიქრავთ. ეს ნიშნავს, რომ სრული საჩერებელი მანძილი ამ ორივეს ჯამია, რეაქციის მანძილი პლუს სამუხრუჭე მანძილი. მართალია. სწორედ ეს არის რეალური მანძილი, რომელიც გჭირდებათ გასაჩერებლად. და აქ მივდივართ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპამდე. სიჩქარესა და საჩერებელ მანძილს შორის კავშირი არაწრფივია. ეს არ არის მარტივი პროპორცია. სამუხრუჭე მანძილი კი არ ორმაგდება. ოთხმაგდება, ალბათ. ზუსტად ის 4-მაგდება, იმიტომ რომ კინეტიკური ენერგია სიჩქარის კვადრატის პროპორციულად იზრდება. ანუ გაორმაგებული სიჩქარე ნიშნავს 4-ჯერ მეტ ენერგიას, რომლის განეიტრალებაც მუხრუჭებს უწევთ. ესე იგი, რაც უფრო სწრაფად მიდიხარ, მით უფრო ექსპონენციალურად იზრდება საფრთხე. და სწორედ ამ ფიზიკური პრინციპიდან გამომდინარეობს ის, რასაც თქვენს მიერ მოწოდებული სახელმძღვანელოები უწოდებენ უსაფრთხო მართვის ოქროს წესს. დიახ. და ეს არ არის უბრალოდ რჩევა, არამედ ურყევი კანონი.
კი, და ის ძალიან მარტივად და მე ვიტყოდი ელეგანტურად ჟღერს. თქვენი ავტომობილის სრული საჩერებელი მანძილი ყოველთვის უნდა იყოს თქვენი ხილვადობის მანძილზე ნაკლები. სხვა სიტყვებით, უნდა შეგეძლოს გაჩერება იმ მანძილის ფარგლებში, რასაც ნათლად ხედავ. ზუსტად. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? მოდით უფრო რეალური მაგალითი ავიღოთ. წარმოიდგინეთ, ღამით წვიმაში მიდიხართ უცნობ გზაზე და თქვენი ფარები ანათებს, 50-60 მეტრის წინ. სტანდარტული სიტუაცია. კი, თუ თქვენი სიჩქარე ისეთია, რომ გასაჩერებლად გჭირდებათ 80 მეტრი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ 20 მეტრით ბრმად მოძრაობთ. აჰა. თუ იმ 20 მეტრიან მონაკვეთში გზაზე რამე დაბრკოლებაა გაჩერებული მანქანა, ჩამოვარდნილი ქვა, თქვენ მას ვერ აცდებით. ფიზიკურად. ამ წესის დარღვევა, როგორც ერთ-ერთ წყაროში აღნიშნული, თქვენს ავტომობილს მართვადი სატრანსპორტო საშუალებიდან უკონტროლო ჭურვად აქცევს. ერთი წამით ეს ფრაზა უნდა გავიაზროთ. უკონტროლო ჭურვი. კი, საკმაოდ მძიმე ნათქვამია, მაგრამ ზუსტი. ეს ხომ ზუსტად ისაა, რასაც ყველა მძღოლი ცდილობს, რომ არ იყოს. მაგრამ ამ წესის დარღვევით, როცა შენი საჩერებელი მანძილი ხილვადობას აჭარბებს, შენ ფაქტობრივად ამროლს ირგებ. შენ უბრალოდ იმედი გაქვს, რომ გზის ის უხილავი ნაწილი ცარიელია. ზუსტად, ეს უკვე მართვა აღარ არის. ეს ლატარია. და პროფესიონალი მძღოლის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ისაა, რომ ის არასდროს თამაშობს ლატარიას საჭესთან. კარგი, ეს ოქროს წესი გასაგებია. მაგრამ ეს ხომ მუდმივად ცვალებადი სიდიდეებია. რა არის ეს მთავარი ფაქტორები, რაზეც წყაროები გვეუბნებიან, რომ ყურადღება მივაქციოთ? რა თქმა უნდა, კომპეტენტური მძღოლი მუდმივად კითხულობს გარემოს და არეგულირებს სიჩქარეს. მასალებში გამოყოფილია რამდენიმე ძირითადი ცვლადი ფაქტორი. პირველი და ყველაზე აშკარა, ამინდი და გზის საფარი. დიახ, წვიმა, თოვლი, ნისლი, ეს ყველასთვის გასაგებია მგონი. თუმცა აქაც არის ნიუანსები. მაგალითად, ნისლი ან ძლიერი წმინვა ერთდროულად ამცირებს ხილვადობას კი. და ზრდის სამუხრუჭე მანძილს, მოჭიდების კოეფიციენტის შემცირების გამო. წყარო ამას ორმაგ შეტევას უწოდებს ოქროს წესზე. საინტერესო ტერმინია. ხო, იმიტომ რომ ორივე მხრიდან გირტყამს, ნაკლებს ხედავ და გასაჩერებლად მეტი დრო გჭირდება. და კიდევ ხშირად გვავიწყდება, რომ გვალვის შემდეგ პირველი წვიმა ყველაზე სახიფათოა. რატომ? იმიტომ რომ წყალი ასფალტზე დაგროვილ მტვერთან და ზეთთან ერთად ქმნის ძალიან სრიალა ფენას. ჰაჰა, გასაგებია. შემდეგი ფაქტორია სატრანსპორტო ნაკადის პირობები. ეს საინტერესოა, რადგან ხანდახან გვეჩვენება, რომ ნაკადთან ერთად მოძრაობა უფრო სახიფათოა ვიდრე ცარიელ გზაზე. ზოგადი პრინციპით, სატრანსპორტო ნაკადის საშუალო სიჩქარით მოძრაობა უფრო უსაფრთხოდ ითვლება, რა თქმა უნდა, თუ ის კანონის ფარგლებშია. და რატომ? მიზეზი ის არის, რომ ეს ამცირებს სიჩქარის სხვაობას თქვენსა და სხვა მანქანებს შორის. როდესაც ყველა დაახლოებით ერთი სიჩქარით მოძრაობს, გარემო უფრო პროგნოზირებადი ხდება. ნაკლებია უეცარი გასტრების, დამუხრუჭების ან ზოლის შეცვლის საჭიროება. ყველაზე დიდი საფრთხე იქმნება მაშინ, როცა ერთი მანქანა მნიშვნელოვნად უფრო ნელა ან სწრაფად მოძრაობს, ვიდრე დანარჩენი ნაკადი. ლოგიკურია. და ბოლოს, მესამე კატეგორია, რომელსაც მგონი ყველაზე ხშირად ვივიწყებთ. ავტომობილის მდგომარეობა და ტვირთი. ამინდსა და მოძრაობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რამდენად დიდ როლს თამაშობს თავად მანქანა. წყაროები ამაზეც ამახვილებენ ყურადღებას, გულისხმობ, გაცვეთილი საბურავები მართლა ასე დრამატულად სულის ყველაფერს. დრამატულად და ზოგჯერ ფატალურადაც. გაცვეთილი საბურავები ან ძველი სამუხრუჭე ხუნდები პირდაპირ ზრდის საჩერებელ მანძილს, განსაკუთრებით სველ საფარზე. იგივე ეხება მძიმე ტვირთსაც. მეტი მასის მქონე ავტომობილს მეტი დრო და მანძილი სჭირდება გასაჩერებლად. ეს ინერციის კანონია. გასაგებია. გარდა ამისა, მძიმედ დატვირთული მანქანის სიმძიმის ცენტრი იცვლება, რაც უეცარი მანევრის დროს მის სტაბილურობას ამცირებს. გასაგებია. ანუ, ჩვენ ვისაუბრეთ ფიზიკაზე, ოქროს წესზე და ცვლად ფაქტორებზე. მაგრამ სად ჯდება ამ მთელ სურათში კანონით დადგენილი სიჩქარის ლიმიტები, საგზაო ნიშნები? წყაროები ძალიან მკაფიოდ ხას უსვამენ, რომ საგზაო ნიშნებით დადგენილი ლიმიტები არის აბსოლუტური მაქსიმუმი. და არა რეკომენდებული სიჩქარე. ზუსტად. ეს არის ჭერი, რომლის ზემოთაც არ უნდა ახვიდეთ არავითარ შემთხვევაში იდეალურ პირობებშიც კი.
მაგრამ თავდაცვითი მოაზროვნე მართვა ხშირად ლიმიტზე ბევრად დაბალი სიჩქარით მოძრაობას მოითხოვს, სწორედ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომლებიც უკვე განვიხილეთ. ეს საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტია, არა? ნიშანი გვეუბნება მაქსიმუმ 50, მაგრამ ჩვენი ტვინი ამას კითხულობს, როგორც მიზანია 50. კი, ნამდვილად. თითქოს თუ უფრო ნელა ივლი ვიღაცას აფერხებ, მაშინაც კი თუ პირობები, მაგალითად ძლიერი წვიმა, აშკარად ამას მოითხოვს. ზუსტად. და კვალიფიციური მძღოლის ნიშანი ისაა, რომ ის ამ ფსიქოლოგიურ წნეხს არ ემორჩილება. ის სიჩქარეს ირჩევს არა ნიშნის, არამედ რეალური პირობების მიხედვით. წყაროებში მოყვანილია ზოგადი შეზღუდვებიც, რომლებიც მოქმედებს, როცა სპეციალური ნიშანი არ არსებობს. მაგალითად, დასახლებულ პუნქტში ეს არის 50 კმ/სთ. და რატომ მაინც და მაინც 40? იმიტომ რომ კვლევები აჩვენებს, რომ 40 კმ/სთ სიჩქარით შეჯახებისას ფეხით მოსიარულის გადარჩენის შანსი ბევრად მაღალია, ვიდრე თუნდაც 60 კმ/სთ-ზე. ანუ ამ ციფრებს სოკან კონკრეტული გათვლები და ადამიანის სიცოცხლე დგას. დიახ, დასახლებული პუნქტის გარეთ ზოგადი ლიმიტია 90 კმ/სთ, ხოლო ავტომაგისტრალზე 170 კმ/სთ, მაგრამ აქაც არის გამონაკლისები. წყაროებში ასევე ნახსენებია სპეციალური შემთხვევები, რომლებიც ამ ზოგად წესებს ცვლის, მაგალითად, საცხოვრებელი ზონები, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/სთ-ია. კი, იმიტომ რომ იქ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოჩნდეს ბავშვი, ცხოველი. და მძღოლს უნდა კონდეს თითქმის მკისიერად გაჩერების საშუალება. ზუსტად. ან მინიმალური სიჩქარის ზოლები ავტომაგისტრალზე, ან უფრო დაბალი ლიმიტები მისაბმელიანი ავტომობილებისთვის. და ბოლოს, მივედით ყველაზე მთავარ კითხვამდე. რატომ არის ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი? ცხადია, რომ ეს მხოლოდ ჯარიმის თავიდან აცილებას არ ეხება. თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებში საკმაოდ საგანგაშო მონაცემებია. სტატისტიკა შემაშფოთებელია. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ყოველი მეხუთე ავტოსაგზაო შემთხვევა პირდაპირ თუ ირიბად სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება. ყოველი მეხუთე. დიახ, პრობლემა ისაა, რომ მაღალ სიჩქარეზე მძღოლის ტვინი გადატვირთულია. ის უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ასწრებს საფრთხის დროულად იდენტიფიცირებას, ინფორმაციის დამუშავებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ის 1-2 წამი რეაქციის დრო არ იცვლება, მაგრამ ამ დროში გავლილი მანძილი დრამატულად იზრდება. მართალია. ასევე სახიფათოა თავად უეცარი დამუხრუჭებაც, რომელიც ხშირად გადაჭარბებული სიჩქარეს პირდაპირი შედეგია. მას თავისთავად შეუძლია სერიოზული პრობლემების გამოწვევა. მაგალითად, უკნიდან შეჯახება ყველაზე გავრცელებული შედეგი. შენ შეიძლება მოასწრო, მაგრამ შენს უკან მომავალმა მძღოლმა ვერა. ზუსტად. ან მგზავრების ტრავმირება, რომლებიც არ არიან მზად ასეთი უეწარი გაჩერებისთვის. და ყველაზე სახიფათო ავტომობილის გვერდითი მოცურება ან ამობრუნებაც კი. ამიტომაც თავარი გზავნილი ნათელია. შესაბამისი პრევენციული სიჩქარის შენარჩუნება არის არა რეაქცია საფრთხეზე, არამედ მისი თავიდან აცილების საუკეთესო სტრატეგია. პროაქტიული და არა რეაქტიული მართვა. დიახ, ზუსტად ეგ არის. მაშასე, მოდით შევაჯამოთ. თქვენ მიერ მოწოდებული მასალებიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ უსაფრთხო სიჩქარის შერჩევა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ნიშნის დაცვა. ეს არის კომპლექსური, გააზრებული არჩევანი, რომელიც ეფუძნება ფიზიკის კანონებს, ხილვადობის ოქროს წესს და გარემო პირობებზე მუდმივ ადაპტაციას. საბოლოო მიზანია, რომ მძღოლი არ იყოს სიჩქარის ლიმიტების პასიური მიმღები, არამედ, როგორ ვთქვა, საკუთარი და სხვების უსაფრთხოების აქტიური მოაზროვნე და პასუხისგებლიანი მართველი. ანუ, თავად მართავდეს სიტუაციას. კი, წყევები ამბობენ, რომ სწორედ ეს არის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების არსი. არ უბრალოდ წესების დაზეპირება, არამედ რისკების მართვის უნარის გამომუშავება. და ბოლოს, ამ საინტერესო საუბრის შემდეგ გიტოვებთ ერთ კითხვას, რომელზეც შეგიძლიათ დაფიქრდეთ. ჩვენ თქვით, რომ სატრანსპორტო ნაკადის საშუალო სიჩქარით მოძრაობა ზოგადად უსაფრთხოა. კი. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მთელი ნაკადი, მაგალითად ავტობანის მარცხენა ზოლში, აშკარად აჭარბებს დადგენილ 170 კმ/სთ და 150-ით მიდის? ეს კლასიკური დილემაა. ხო, ეს უსაფრთხოების ორ ფუნდამენტურ პრინციპს, ნაკადფრე შერწყმას და კანონის დაცვას ერთმანეთს უპირისპირებს.
თუ კანონი დაიცავი და 130 თიარე, შენ ქმნის სახიფათო სიჩქარის სხვაობას. თუ ნაკადს აღყევი, კანონს არ ხვევ. დაფიქრდით თქვენი შემდეგი მგზავრობისას ასეთ სიტუაციაში რომელი არჩევანია სინამდვილეში ყველაზე უსაფრთხო.